არაფერი პირადი ძმაო. და მაგო სეზონი დავტოვე მალიძე. დღეს შემხვდა სხვათა შორის ზალიკო ბერგერის ახალი ვიდეო, სადაც ისევ ქილიკით, სადაც ისევ დაცინვით საუბრობს ჩემზე. საიდან ვიცი ვინ არის ვაფშე თუ რაღაცა ვიღაც ბათხოვარი რა შემედოვა. აზულარტი. დომინე არ გაბრაზდე ძმა, რა ვქნა ეხა თუ გაბრაზდები რა გავაკეთე. და სხვათა შორის მე მას 7 წლის წინ, როდესაც შემთხვევით ჩავერთე, შემთხვევით კი არა და უпростоრად ხუმრობით ჩავერთე იმ რადიო გადაცემაში და სადაც საშინელი სიტყვებით მომიხსენია, მე მას პასუხი არ დაუბრუნე. იმიტომ რომ ასე მასწავლეს, ასეთ ადამიანებს პასუხი არ უნდა დაუბრუნო, მაგრამ რახან დღესაც შემხვდა მისი ვიდეო როგორ დამცინის და როგორ ქირქილებს ჩემზე, ამიტომაც გადავწყვიტე პასუხი გაქცე შენ ზალიკო. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ სანამ შენ თბილისის ქუჩებში ალკოჰოლის ჭიქით დადიოდი და სანამ გადაცემიდან გადაცემაში ყავის ჭიქაში ისხამდი იმ ალკოჰოლს, რომ ხალხს არ დაენახა, მაგ პერიოდში მე სოფლიდან სოფელში და ქალაქიდან ქალაქში დავდიოდი იმისთვის, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახლი ამეშენებინა. იმ უკრაინაზე, რომელზეც ქირქილებ და რომელზეც შენი ჭკუით დამცინი, მე იქ ვრაღებ უკრაინაში ჯარისკაცები მიყავდა თუ რაღაცა. სხვათა შორის პარალელურად იმისა, როდესაც მე დედაჩემი ერთი თვეც არ იყო გასული, ჩემი ხელებით ჩავდე მიწაში და უკვე ავტობუსში ვიყავი და უკრაინაში მივდიოდი, საიდანაც ათობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ მათი გამოყვანით დაბომბილი ტერიტორიებიდან, სხვათა შორის ქალებზე და ბავშვებზეა საუბარი, ზუსტად იმ პერიოდში შენ ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს ფულს ეხვეწებოდი, იქ რომ წაეყვანე დაგელია და გართობილიყავი იმ უბედურების პარალელურად. რა გაგიკეთებია შენი სამშობლოსთვის, რა კენჭი გადაგიგორებია, რომ უფლებას აძლევს საკუთარ თავს ჩემზე ილაპარაკო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, შენაირი მედროვე არასოდეს ყოფილ ვარ. ნაცების დროს ნაცი რომ იყავი, ქოცების დროს ქოცი რომ ხარ და რაღაც კომიკურ ვიდეოებს რომ წერ, ქოცების ქება დიდებით. აქ ნახავთ თქვენ მაგ ვიდეოს. ვირჩევ მშვიდობას პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის სიყვარულით ვერავიცი და უკეთესის ლოდილით და თხოვნით ნამდვილად საუკეთესო არჩევანი მაქვს. ჯერ იმ ქოცებს რა დუმდი ხარ საერთოდ ასეთი ადამიანი მთელი თბილისი თუ არა, ნახევარი თბილისი რომ დაავაჟკაცე. როგორ შეიძლება შენ სერიოზულად გელაპარაკო საქართველოს კომედიანს, საქართველოს ჯამბას, შენი ტუჩის პრუნწვით და თვალების ტრიალით რომ ყურადღებას იქცევ და აცინებ მთელ ქვეყანას. შეიძლება შენ საერთოდ სერიოზულად არ გიქვამდე მე ახლა როდესაც შენ გელაპარაკები და გიხსნი იმას, რასაც წესით ჭკვიანი ადამიანის თვალები უნდა ხედავდეს. რაც შეეხება დიმა ობოლაძეს. არაფერი პირადი ძმაო. და მაგო სეზონი დავტოვე მალიძე. დიმა ობოლაძე მე გავიცანი TV იმედის შესასვლელთან სხვათა შორის და მაშინ საკმაოდ პოზიტიური შთაბეჭდილება მქონდა მასზე, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ ჩვენ დიმა და როცა ვნახე ამ გადაცემაში როგორ დასცინი ჩემს სახელს, სხვათა შორის იმ სახელზეა საუბარი, რომლის გამოც ჯერ ბავშვობაში სიცოცხლე გამემწარეს მასზე დაცინვით, მერე მოზარდობაში, სადაც პირადობის გამოჩენა მიწევდა, ყველა მაგ სახელზე დამცინოდა და ახლა ხედავ შენ როგორ ქირქილებ ჩემს სახელზე. მე მესმის ტელევიზიის თვალსაზრისით რას ნიშნავს ხანდაზმულობა, მესმის რომ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციო, მაგრამ მენანები ძალიან ბულერობისთვის, რაც ამ ვიდეოში ვნახე. ნუ იცინი ამაზე, იმიტომ რომ არ არის კარგი დასცინო ადამიანს იმაზე, რაც მისი ბრალი არ არის. ეს არის ჩემი პასუხი სულ გულწრფელად გეუბნებით, რცხვენია საერთოდ რომ ზალიკო ბერგერს პასუხს ვცემ საქართველოს ჯამბას და ნახევარი თბილისის დამვაშკაცებელ ერთ ლოთ ადამიანს, რომ აღარაფერი ვთქვა დანარჩენ იმ სიტყვებზე, როგორიც არის მაგალითად პედ, იმიტომ რომ გეობა ცოტა სხვა რამეა, მაგრამ იყოს ეს პასუხი, იმიტომ რომ ზალიკო შენ ამას იმსახურებ ადამიანმა, რომელმაც 7 წლის მანძილზე პასუხი არ გაგეცი იმ ენის ტლიკინზე, რაც იტლიკინე, ახლა გქონდეს ეს რეალობა საკუთარი ოჯახი რო ყავს მწყობრიდან გამოყვანილი შენი საქართველოს ჯამბაზობით.